მოგესალმებით ზოდიაქოს ყველა ნიშანს, მინდა შემოგთავაზოთ ტარო 3 თებერვლიდან 9 თებერვლამდე ერთი კვირით, როგორი კვირა ექნება ყველა ნიშანს. მაგრამ სანამ ტაროს ახსნას დავიწყებდე, მინდა შემოგთავაზოთ, მომისმინოთ, შემაფასოთ და დამემატოთ. ეს არის ჩემი თხოვნა. ეხლა ტაროდან ამოვიღე ყველა ზოდიაქოს ნიშანზე თითო კარტი და ეხლა დავიწყებ მათ ახსნას. პირველი არის ვერძები. ვერძები საქმის დაწყება, გადაწყვეტა, გადაჭრა გამოუდით. ვერძებს. მეორე არის კურუები. კურუები ფინანსურად კარგი კვირა გექნებათ, წარმატებული ყველა საქმიანობაში. შემდეგი მოდის ტყუპები. ტყუპებს გამოუდით მოლაპარაკებები ყველაფერ საქმიანობაში, ახალი ამბის გაგება, გადაჭრა, გაკეთება. შემდეგი არის კირჩხიბი. გამართლება, მოგზაურობა, სიხარული, ყველაფრის დაწყება, ყველაფერში გამართლება. შემდეგი არის ლომები. ლომებს გამოუდით ფინანსური შემოსავლები, ყველაფერის გაკეთება და სიხარული. ძალიან სიხარული ექნება და ამ კვირაში. შემდეგი არიან ქალწულები. ქალწულებს ახალი იდეები, ახალი გეგმების გადაწყვეტა და სიხარული. ეს შეეხება მოგზაურობას, საბუთებს, ყველაფრის გადაჭრა და გაკეთება გამოუდით და ძალიან გახარებულები იქნებიან. შემდეგი არის სასწორი. სასწორებს ახალი ამბავი იჩქარის თქვენთან, უეცრად გადაწყვეტა, გადაჭრა და ფინანსურადაც კარგი კვირა გექნებათ. სასწორების შემდეგ მორიელი. მორიელს სიხარული, მეგობრობა, გარმონია ყველაფერ საქმიანობაში და დაეყრდენით თქვენს ინტუიციას. თქვენი ინტუიცია თქვენ არ მოგატყუილებთ და არ მიგატოვებთ. შემდეგი არის ზოდიაკოს ნიშანი. გავჩერდით მშვილდოსანთან. მშვილდოსნებს აქვთ ძალიან გახარებული ახალი ამბით, ახალი საქმიანობით, ყველაფრით ძალიან გახარებულები იქნებიან. თხის რქას არ ყოფნის ფინანსები. ფინანსებზია ძალიან ჩაფიქრებული და ფინანსური მხარეს საქმის გადაჭრა, გათვლა ჭკვიანურად და ყველაფრის დაგეგმას ფიქრობს. თხის რქა. შემდეგი მოდის მერწყული. მერწყულის ძალიან კარგი ახალი იდეებით სავსე, ახალი გეგმების გადაწყვეტა და ყველაფერი საბუთის და საქმის ხელში დაკავება გამოუდის. და ბოლო ნიშანი ეს არის თევზები. თევზებო, შინაგანად იყავით ძალიან ძლიერები, ემოციებს ნუაყვებით, ყველაფერი საქმეები გადაწყვიტეთ და იქნებით ყველაფერ საქმიანობაში წარმატებული. აი, ამას გეუბნებათ ტარო. აი, ასეთი იყო ტარო თებერვლის 3 რიცხვიდან 9 რიცხვის ჩათვლით. მე ეხლა დროებით გემშვიდობებით, გისურვებთ ძალიან წარმატებულ და კარგ კვირას, მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.